მოგესალმებით მეგობრებო, გურგინ ლაგოდეხიდან წამოსულები ვართ ნინოს ხევის ჩანჩქერის სანახავად. ჩავწიოთ და რა თქმა უნდა, მოდი ვიდეო გადავიღოთ თქო. ხოდა ვიღებთ გუშინ ჩამოვედით, ვერავედით იმაზე. ვერ ვნახეთ. ხეობა იყო ადიდებული. ის იყო რა ქვია, ნაწვიმი იყო და ვეღარ მოახერხეთ მე და თემო მასვლა. მაგრამ არა უშავს გუშინ დავიკაწრეთ და ამ შემთხვევაში ესენი იმიტომ მიკეთია რომ ძალიან დაკაწრული ვარ, ასე რომ ვთქვათ. და მოდი გავერთოთ ცოტა. ვაშლოვანის ვიდეოები მომწონს, როგორც არის გაკეთებული, სიმართლე რო გითხრათ, მაინც არავის არ გაინტერესებთ. ვიცი, მაგრამ ჩემთან ხომ მართალი ვარ. ბევრად ხალისიანია, როცა ის ბევრი ადამიანი ერთად არის რა. და ვნახოთ, ეს მაგიდის სიმაღლე მაღალია ვიცი და ცოტას დავადავლებ შემდეგისთვის. თემოცაგეთ დადის აი ეგ მაშება რა ქვია რაღაცებს აკეთებს მანქანაზე. თავის ვიდეოსაც იღებს და თემოს არხიც იქნება აღწერაში. გადავიდეთ მეგობრებო. დავიწყოთ. მოკლედ დღეს ავაწყობთ ამ სიცხეში აი ამ ნაყინის მანქანას. Lego City-ს ნაყინის მანქანა. ნახოთ რა და როგორი იქნება. ხო ეს სამი მიკროფონი რაც ქუდზე მიკეთია, ფუფუნება გვიყვარს ხალხს და მაგიტომ ვართ ესე. ეს ხუმრობით, თორე რა თქმა უნდა ყველა ხმარო კარგად დაჭდეს რა. გუშინ ღამის 2 საათზე გამაგვიძებს კვიცებმა, აი საშინელება იყო. რა უნდა და ღამის 2 საათზე კვიცი ხარ, ხო წადი დაიძინე რა. ეს ცოტა ხანი ქვევით ჩავდოთ. და ნახოთ ახლა, აი. აქ არის 2. ეს ცალკე მანქანა არის, ეს ცალკე სანაყინე კონტეინერი. ეს არის რა, გამოგვადგება. ეს შეიძლება სამაგრი იყოს, ოკეი. კაი. მოდი დავიწყოთ პირველით. პირველი არის მანქანა. მედია კადრში ჩანს. და არაფერი არ დაიკარგება. ცოტა გამრეცზე კი ვიღებთ. მაგრამ არა უშავს. და ეს ერთი პარტია. აქ ხალხი იქნება, მაგრამ მოდი ესეც მაინც გავხსნათ. მაგრამ მე მგონი არ არის აქ ხალხი. ძალიან ცხელა. სიცხეში ვიღებ ზეზე რომ კარგად გამოჩნდეს ყველაფერი. ნახოთ ეს ლეგო შედგება 196 ნაწილისგან და რთული არ იქნება რა ამის აწყობა. ოკეი. მოვწიოთ ყველაფერი და დავიწყოთ აწყობა. თავიტანი მინაყინის ფეხებიც სადღაც აქ უნდა იყოს. მოდი ბორბლებსა, არა, ბორბლები გქონია. აწყობილი ბორბლებს გადმოვდებ ტანი თავი. ეს ფეხები აქუდიც მინაყინის აუნაყინი, კაი ნაყინი ახლა მართლა კარგი იქნებოდა, მაგრამ არა უშავს რომ ჩავალ. არა იმას ვიზა, შევჭა. ოკეი. ესეც მინაყინი გავაკეთეთ. ეს არის ეგრეთ წოდებული რამა. რამას გავუკეთოთ გვერდები ძალიან
დააჭირა მზე დილის 9 საათია. არა ესენი უნდა მოვიხსნა, თორე ძალიან მეწვის უკვე ისე ვარ. თქვენ ამაზე არ ნერვიულოთ, რა თქმა უნდა, ჩვენი დევში ხო არაფერი არ იჭრება. დღეს უკვე ახალი კამერით ვიღებთ ამ ვიდეოს. Panasonic Lumix GX7-ით და დიდი იმედი მაქვს, რომ კარგი ხარისხის ვიდეო გამოვა. ძალიან მინდა რა. ბევრი შეიძლება არა, მაგრამ მე ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევ ხოლმე ყოველთვის ხარისხის რეზოლუციას ბავშვობიდანვე. და ძალიან გული მწყდება ხოლმე, როდესაც ცუდ ხარისხში გამოდის. ასე რომ იმედია ეს ამჯერად კარგად გამოგვივა. რაღაც ძალიან მარტივად მივიყვებით. რაც კარგია, აღარ დაგიმალოთ, უწევდა სადღაც, ჩვენს გვესწავლა აწყობა. ლურჯი, შემდეგ წითელი. შემდეგ გვინდა ერთი ეს ბოლოში და გვერდები. გვერდები აქ სადაც სანაყინეს რგოლი დამაგრდება. ესენი ესე. ეს სანაყინის ნაყინი, რომელიც გვერდიდან მაგრდება უკვე. ძალიან კარგი, ძალიან კარგი. აქ ერთი წითელი გვინდა ამჯერად. ოკეი. და ეს ორი გვერდი. აქ სხვათაშორის კოღოებმა არ გაგვანადგურეს, რაც ძალიან მიკვირს პირადად მე, მაგრამ მახარებს. და კარგია. ავწდით უკვე 354 გამომწერზე ვართ ამ ვიდეოს, როდესაც წერთ და კარგი შედეგია სხვათაშორის, მინდა გითხრათ, ნენელა წინ მივიწევთ და ვნახოთ რა გამოვა. ახლა შუაში ნაცრისფერი ორიანი, ერთი ორიანია თუ არა, ორი ani ესე. ეს იმედია კადრში ჩანს. მთავარ კამერაში მაინც გამოჩნდება რა. ეს უკანა მხარეს საუმოკლო, ძალიან კარგი ლეგოები გამოდის. ჩემი პირველი ლეგო სიმართლე რო გითხრათ, არც მახსოვს როდის მქონდა, რა მქონდა, ვერ ვიხსენებ მართლა. სუბოლო რაც მახსოვს, ეს იყო გერმანიაში ნაყიდი პატარა ლოგო იყო, ის Star Wars-ის ის იყო რა ქვია, ხომალდი. ვიდეოებში მიჩანს ხოლმე კიდევაც აი ზევით არის ხოლმე და ესე და ის მახსოვს, თორე პირველი ლეგო მე მგონი ეგ იყო საერთოდ. ხო, იმიტომ რომ ჩვენ ბავშვობაში ლეგოები სხვა არ იყო. უცნაურად დასაც არ უნდა ჟღერდეს და ეგ მახსოვს თანამდულებით ყოველ შემთხვევაში და რაღაც ძალიან მალე ვაწყობთ. რაც მართლა კარგია. ეს ესე ჯდება. კი ბატონო. ოკეი. ყვითალო შავთან.
ესე რომ დავიჭიროთ, უნდა იყოს. თემოს ვეთხოვე ცოტა ხნით ეს როუდის ხმის ჩამწერი და შეიძლება ისე მოხდეს, რომ საერთოდ აი თავარი ადრე იყო, რომ მაგრამ პრინციპში ამ კამერის ამის ხმა ისმოდა ხოლმე და ახლა იმედია ამის ხმა იქნება. ეს მიკროფონი ამ Osmo Pocket-ის არის. და ცოტა ხანი ვეთხოვე, სანამ თვითონ ალაგდება რაღაცებს და აკეთებს, რომ მე უცებ ჩავწერო. აუ რა კაიანი იამა დაუპირა. ცოტა. ხვალე დამოუკიდებლობის დღეა 26 მაისში. კარგი იქნება თუ ვისწავლეთ და გავიაზრებთ რას ნიშნავს იყოთ დამოუკიდებლები. მე კი ცოტა ეჭვმეპარება რომ ოდესმე ეგ ვისწავლოთ, მაგრამ ნახოთ რა. ყველა სხვადასხვა რაღაც გონია დამოუკიდებლობა და არ არის ეგრე. გონებრივად თუ არა ხარ დამოუკიდებელი. აზრი არა ფურცელზე რა წერია. და თუ ამ დამოუკიდებლობით კიდე ხალხს არიცა, თუ მეტეს არ ხარ დამოუკიდებელი. კარგი საქმე უნდა აკეთო ყოველთვის. რაღაც Optimus Prime-ის მანქანასაც კი წააკავს. შეიძლება ეგეც იყო ამათი ინსპირაცია. ოკეი, უკანა მხარე ასე წინა მხარეც. აი არ ვიცი ამ კადრში ანაკეთ მხარეს იქნება, ანაკეთ მხარეს კარგად ჩანს თუ არა, მაგრამ მაქსიმალურად ვცდილობ რომ გამოჩნდეს რა და ნუ გადამივლეთ. ვიცი მაინც არავინ არ დაწერს კომენტარს. ძალიან მარტივი ტესტია ამის, რომ არავინ არ დაწერს კომენტარს. მოდი მივიტყვით, დედამიწა არის ბრტყელი. თუ ამბობ, რომ რგვალია, დაწერე, რომ რგვალია. ნახოთ აბა. ახლა არ უნდა, მაგრამ თქვენს დარწმუნდებით, რომ ამ ვიდეოებს ისედაც არავინ არა, რამდენიმე ადამიანი უყურებს და უთქვამთ კიდევაც და ძალიან მახარებს, ამიტომ ყველას მოგიკითხავთ აქედან. ასე მოვიკითხავ აქედან ჩემ ძმაკაც დიტის, რომელიც გერმანიაშია და მალე ჩამოვა. მე რო ჩამოხვალ ბრატ, გავიდეთ კიდე სადმე. ოღონდ ესეთ ადგილში არა ძმაო, მე აქ წამოსვლელი არა ვარ, პირდაპირ გეუბნები. მე რო აქ ვაწყობ. ესეც ერთგვარი სატესტო ვიდეოა იმ ხრივ, რომ ის არის, რა ქვია, მაგიდა იტესტება აქ. რეალურად ცოტა გამყარება უნდა და გავამყარებ ამ მაგიდასაც, რომ შემდეგზე ბევრად უფრო კარგად და გადავიღო, რა მყარად იყოს ყველაფერი. ოკეი, ეს რაღაცაც ავაწყეთ. ეს წინიდან დაუმაგრდება. გეუბნებით Optimus Prime-ია. ეს დისკის დამცავებია, ხედავ. და ესე უნდა. თუ პირიქით. არა, მე მგონი პირიქით უნდა, ამას ახლა რა მოიღებს. თუ არა. არა, სწორად ვაკეთებ. ეს ერთი, ეს ორი.
სერიოზულესი კალპაკები ეგრეთ წოდებული. არც ალაპარაკო თემა იმდენი არაფერი არ მაქვს მართლა რავი. რაზე ვილაპარაკო? ხალხიც არ არის. თორე მოშლოვანის ვიდეოში ვილაპარაკოთ. მაგიდის დახრილობის ტესტი. ხო ის საოცრებოდ დახრილია. ბორბლებიც დაუმაგრეთ. ოკეი, ეს პატარა ნაწილები დაგვრჩა. რაც ისედაც ვიცოდით. ეს ერთი გავაკეთეთ. ეს არის ეს ჩამოვდოთ. ხო, ეს ჯერ მანქანაა, ასე რომ მოდი ეს ცოტა ხნით აი აქ დავდოთ და დავიწყოთ, აი ესე დავდოთ. დავიწყოთ მეორე საწყობა. სანაყინე ოთახის კაბინის ასე ვთქვათ. ძალიან ლამაზია ლაგოდეხის მხარე და გზაც. მომეწონა ყველაფერი. ზოგადად კახეთი ძალიან ლამაზი მხარეა. ერთადერთი კახეთს რა პრობლემაც აქვს ხოლმე? თუ ანუ წყლის პრობლემაა რა, რომლის მოგვარებაც რეალურად შესაძლებელია რა. უბრალოდ ცოტა დაფიქრება უნდა რაღაცეებს, ყველაფერი მოგვარდება. არა უშავს. დროის რაღაც მონაკვეთში ყველაფერი დალაგდება. მოვა მაგის დროს. კაც ხო იმედით ცოცხლობს. ოპ, ასად გარბოდი. ვინც ბუნებაში მოდიხართ, ნურაფერს ანაგვიანებთ ხოლმე რა. თხოვნა წამოიღეთ მაგის პარკები, რა ყველას შეუძლია რა, მართლა რომ წამოიღოს და ოდესაც ანიქეიფებთ ან რაღაცა გაერთობით დროს გაატარებთ. ავი აიღეთ თქვენი ნაგავი და ჩაყარეთ რა ნაგვის იმაში პარკებში, არ არის პრობლემა რა. უბრალოდ დასანანია ხოლმე ზოგჯერ ისეთ ადგილას წააწყდები ნაგავს, რომ გული გტკივა რა ადამიანს. თან თუ ან თქვენი ქვეყანა არ გიყვართ. არ ვიცი. გულდასაწყვეტია მოკლედ. ოკეი, კაი, ეს გოგო ავაწყეთ. მანამდე ამას ხელში ჩეჩქად ფული უნდა დავაჭერინოთ, ესე იგი. ოკეი. მე თვითონ ძალიან მომწონს სიტყვა ჩეჩქად, ასე რომ არ გაგიკვირდეთ. ეს არ ვიცი მე-14 იქნება თუ მე-15 ეპიზოდი, იმიტომ რომ კიდევ ერთი ის მაქვს წამოღებული მე. რა ქვია? ლეგო და ნახოთ აბა. რომელს ავაწყობ ესე. ცებ რაღაც ძალიან გაიწელა ამის აწყობა და ეს არ გვაწყობს ჩვენ, იმიტომ რომ დიდხნიან ვიდეოებს ხალხი არ უყურებს და საბამისად უცებ უნდა ავაწყოთ. რა უნდა ამის აწყობას? არაფერი. ერთი პირველი ხმა უნდა, ხო უნდა, კი უნდა. ერთი მეორე ხმაც უნდა და ეგ არის რა. უცებ აეწყობა ყველაფერი. აქ ეს თეთრი. დირირამ დამ დირირამ. დირირამ დამ. ჩემგან მომღერალი არ გამოვა. ეს ბავშვობიდანვე ვიცოდი. სწორედ ამიტომ არ შევსულარ მუსიკაზე. აი რაღაცეები, რაც ადამიანმა უნდა იცოდეს, რომ არ გამოსდის. ოკეი, ეს შუშაც დავუმაგრეთ თავზე. ეს ლურჯები დავუმაგროთ. ალბათ ერთი კუთხე იქნება. ეს
ჩამოსასხმელი აპარატი ვითომ საღოლ რამდენი გიფიქრიათ. კი აქ ახლა ეს მაგიდაზე ჭიქა ეს ამ ისეთ დეტალებში აქვს ნაფიქრი რომ ავიასწორებს რა ანუ ეს შედება შავი კვადრატი სადღაც აი შავ კვადრატში შედება ეს ამას ქვევიდან ესე და წკაპ ამოვატრიალოთ ეს გავამზადეთ რომელიც აიცა ეს ამაზე როგორ ხო დაждდება კაც მეც მაგარია ეს ზოდებს ყავს ეს საკეთ სარიელია აქ შესასვლელთან ჩავსვათ კარკასი ესეც თეთრი კარი მედია ყველაფერი ჩანს თუ არ ჩანს იავი მომწერეთ არავინ არაფერს არ დაწერს მაინც და ისე მომწერეთ რომ გუგო არ ჩანს ეგ კადრი ზედა ხელის კადრი კარგად გაასწორე არა სიმართლე რომ გითხრათ მე ძალიან მეზარება მაგის გასწორება თან რთულიცაა ესე აქ ერთი ჭიქა პირველზე არა და ეს საერთოდ აქ ნაცრისფერი უნდა დამეტო ჯერ სადეთ ერთი წამით კიდევ კაი მალევე აღმოაჩინეს კაზუსი კალკულატორის მერე გამოტოვება და ერთი ჭიქა ახლა მოთ რაღაცას ვაწყობთ ვარდის ერთხელ ეს არა ვარდისფერი კი არა როგორ ესენია ეს ერთი ესეც მეორე დონატები ახე როგორი ნაფიქრი აქვს ბიჭო ერთი დონატი ესე მეორე დონატი ესე ოკეი შუაში რჩება ადგილი თავზე ლურჯი გადახურვა რომელსაც ისე ყვითელ რაღაცებს დაუმაგრებთ წინიდან აბრა ნაყინის და დონატის ახლა რო აქ ჩამოიერო სამა ჩემზე ბედნიერი ადამიანი არ იქნება თავზე დავაფაროთ ერთი წამით აქ სანამ ამას დავაფარეთ თქო უნდა კაზუსებს ისე ვერ ავსწრეთ მაგრამ არა უშავს კითხარ ის სარიელია თუ რამეა მე ჩავამატებთ თქვენ მაგაზე არ ინერვიულობთ და მეორე მხარესაც ლურჯი თავსახურით სხვათა შორის აქვე არის კოტეჯები და შეგიძლიათ
რომ მანდ წამოხვიდეთ. არ ვიცი ფასი რა არის. სიმართლე რო გითხრათ, მაგრამ რავი, ქართულ ბიზნესში როგორც ხდება ეჭვმეპარება რომ იაფიხირდეს. რაღაცით თოლიას სანაყინეს წააგავს რა. შეიძლება ბავშვებმა არ იცოდეთ, მაგრამ ჩვენ ბავშვობაში არსებობდა თოლიას ნაყინი. ეხლაც არის. პრინციპში კი წააგავს. ვუყურებ გავს რაღაცეებთ. თავზე დავაფაროთ ეხლა. დავიწყოთ შუაში. ერთი სამისფერი, ვარდისფერი, მეორე ვარდისფერი, მესამე ვარდისფერიც ესე. კუთხეში ახლა ავიღოთ დონატი. დონატი უნდა გავაკეთოთ ახლა. ერთი, ეს ორი, ეს სამი, მეოთხე პატარა სადონატეც და ამის გარშემო ორი. მე ამოვატრიალოთ და შუაში ჩავსვათ და ამას ვამაგრებთ. აი ეს. ეხლა ვარდისფერი მხარე უნდა ავაწყოთ. ორი. სხვათა შორის დონატები არასდროს არ მიყვარდა. მე უფრო ნაყინის კაცი ვარ რა. ნაყინს მაინც სხვანაირი უღამი და გემოაქვს. თან ზაფხულში მაგრა დასწორებს. და ძალიან ვიცინოდი ერთი პერიოდი იყო თუ არ ვცდები ვისო, ანუ თანკინს ხო აქვს ეს დონატები და მთელი ამბავი ატეხეს საქართველოში დონატები გათავდავა. კაცი მოკვდი ჩავდ, კაცს აღარ უყავდი ისე ნერვიულობდი, რას ლაპარაკობ. დონატები აღარა გვაქვს ერთს თქო. რაღაც ერთი გამომრჩა. აი ეს რატო დამრჩა? სად უნდა გამეკეთებინა? მეორე მხარეს არა, მე მგონი ამის თავზე და ჩამისვა უეჭველი ერთი წამით. თქვენ მაგაზე არ ინერვიულოთ. ახლა ავწევ თავს. ამასაც აკეთასაც რა თქმა უნდა ისე უნდა დავშალოთ ყველაფერი. ჩვენ როგორც გენიოსი ხალხი, მაგრამ მარტივად დაიშალ. აქ შემიძლია მე საერთოდ რამე სხვადასხვა ფერი ხო არ დარჩა, ვარდისფერი დარჩა. მოკლედ, ტექნიკური ხარვეზი გქონდა, ბოლოს 7 წუთი წაგვეშალა და საბოლოოდ გამოდის აი ესეთი ძალიან კარგი სათამაშო. ეს ვიდეო წეს უნდა ყოფილიყო მე-14, მაგრამ თუ ვინმე ნახეთ მე-14 ვიდეო იყო მზესუმზირების. შესაბამისად, ამისმა გადაღებამ გადაიწია და გახდა მე-15 ეპიზოდი. მოკლედ ესეთი გამოდის სანაყინე და ძალიან ასწორებს რა. შევხვდებით შემდეგ ვიდეოში.